მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს რატიონი თამაშულს გმადლობთ მოგესალმებით ბატონ რატი და გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის თქვენ კონკრეტული ღონისძიებისთვის იმყოფებით შეერთებულ შტატებში და ეს აუცილებლად იქნება ჩვენი საუბრის თემა უყოთ ოდნავ მოგვიანებით მანამდე დღის მთავარი პოლიტიკური თემები მოვიხილოთ და ამაზე მოვისმინოთ თქვენი პოზიცია ცხადია დავიწყოთ მოდი საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე რომელიც ტექნიკური ხასიათის იყო და ის ვიზა ლიბერალიზაციის თემას ეხებოდა ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრესპიკერმა განმარტა ამ შეხვედრის ესე ვთქვათ თემა, სასაუბრო თემა, შემდეგ თუ როგორ ატმოსფეროში წარიმართა და შემდეგ უკვე რა შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმა იმისთვის რომ მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირება. აი პირველ რიგში მოდით თქვენი შეფასება მოვისმინოთ ქართული მხარის ოფიციალური განცხადება როგორც საგარეოს ისე პრემიერ-მინისტრის ასევე დეპუტატების შეფასებები ამაზე უკვე ვიცით, მაგრამ აი ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ როგორია თქვენი მოლოდინი ამ შეხვედრის შედეგზე? მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შეხება ამ შეკითხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია არის რომ სამართლიანობის პრინციპები დაუბრუნდეს დიალოგს. და სამართლიანობის პრინციპები რა თქმა უნდა დგას საქართველოს მხარეს და ეს ჩვენმა საზოგადოებამ პირველ რიგში ძალიან კარგად იცით. ხადია, როდესაც ასა სხვადასხვაობა არსებობს, საუკეთესო გამოსავალი ამისთვის ყოველთვის არის დიალოგი. და ვინც დიალოგს გაურბის, ის გაურბის ამას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ობიექტური პრინციპებზე დაფუძნებით სასაუბრო არ გააჩნია და ჩვენ ამ პროცესს ხედავთ. და ის ძალიან კარგად ვიცით, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რაც ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. მაშინ დიალოგს გაურბოდნენ ის ბიუროკრატები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამიტომ პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს ამასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ გარემოებებს, ობიექტურ შეფასებებს და ეფუძნება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო პირველ რიგში იმ ევრობიუროკრატებისთვის, რომლებმაც სამწუხაროდ კურსით გადაუხვიეს ევროპულ ღირებულებებს და ეს არის ფაქტი და ამაზე თვითონ ევროპული საზოგადოება დღეს უფრო და უფრო ხშირად საუბრობს. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი არის უკეთესი არჩევანი, რაც აგვირველია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ დიალოგი. ამ განცხადებამდე, ანუ ესე ვთქვათ, ერთგვარი ნიადაგის მოსინჯვა მოხდა, თუ არ ვიცით თქვენ როგორ შეაფასებთ რადიო თავისუფლებამ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ცნობილია ამ თავისი განცხადებებით ევროკომისიაში მიმდინარეში და კულუარულ ინფორმაციაზე შეფასებებზე, ნუ ყოველ შემთხვევაში შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ იოზვიაკმა გუშინ დაწერა, რომ მაღალჩინოსანზე, ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ შეხვედრა იყო უნაყოფო. ეს იყო გუშინ, მაგრამ დღეს როცა მოვისმინეთ ევროკომისიის პრესპიკერის განცხადება, შეიძლება ითქვას, ასეთ პათოს არ იზიარებდა ის, რაზეც იყო საუბარი რადიო თავისუფლების ამ მინიშნებაში. აი, თქვენ თუ დამეთანხმებით, რომ ესეთი არსებითი განსხვავება არსებობს, თუ ეს ერთი სცენარის ნაწილია, თუ არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. არ შეიძლება ერთ კონკრეტულ შეხვედრას ჩვენ მივანიჭოთ ისეთი მნიშვნელობა, რომ იქ თავდება და წდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ფაქტი არის ის, რომ შეხვედრა შედგა, ფაქტი არის, რომ ამ შეხვედრის ინიციატორები ასევე იყვნენ ევრობიუროკრატები და ფაქტი არის ისიც, რომ მათ მოუწიათ იმ არგუმენტების პირისპირ მოსმენა, რომელზეც ჩვენ საზოგადოებასთან ძალიან ღიად ამაღავთ საუბრობთ. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ის შედეგი, რაც ერთ კონკრეტულ შეხვედრას უნდა ქონოდა. რაც შეხვედრის ფაქტი ამისი დასტური იყო. ასე რომ შეიძლება ეს შეხვედრა არ იყოს საწიამოვნო კონკრეტული ევრობიუროკრატებისათვის და ჩვენ ვიცით, რომ იქ არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერი სახის შეხვედრას გაურბიან და რა თქმა უნდა, მათთვის ეს შეხვედრა არ იქნებოდა საწიამოვნო. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ შეხვედრის საჭიროება არსებობს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ევროპული ინსტიტუტებისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი, ვინაიდან სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ინარჩუნებს ძლიერ რეპუტაციას. ეს სამწუხაროდ ამისი დეფიციტი ნამდვილად არის ევროპულ სტრუქტურებში, ამისი არაერთი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის, სხვა ქვეყნების მაგალითებზეც, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ დიალოგში იყვნენ ჩართულები მხარეები და ეს ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის უკეთესი არჩევანი, ვიდრე ის რეზოლუციები, რომელიც ერთის მხრივ რჩება ფარატინაფურცლად, მაგრამ მეორეს მხრივ
გამოუსწორებენ ზიანს აყენებს ევროპულ ინსტიტუტებს. კი ბატონო, ეს იყო ტექნიკური სახის შეხვედრა. როგორც წესი, პოლიტიკური ტიპის შეხვედრები უფრო, ესე ვთქვათ, ხელსაყრელი პლატფორმა იმისთვის, რომ პოზიციების დაახლოება, განხილვა და შემდეგ უკვე არსებული გაუგებრობის გამოსწორება მოხდეს. ამაზე ითქვა კიდევაც თბილისში, რომ ტექნიკური შეხვედრის შემდეგ არის მოლოდინი, რომ პოლიტიკურ დონეზეც განახდეს დიალოგი. ჩვენი მთავარი ინტერესი ახლა რაზედაც ჩვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, უკავშირდება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს, რომელთაც მთელი ქვეყანა სარგებლობს. ისევ რიკარდ იოზვაკის იმ ცნობილ სტატიას უნდა შევეხო, რომელშიც ასე იყო ხაზგასმით აღნიშნული, რომ იანვარში 2027 წელს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნეს ანგარიშს, იქ უკვე საუბარია იქნება იმის შესახებ, რომ მთელ ქვეყანას უნდა შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ანუ ასეთი მოლოდინი გააჩინა ამ სტატიამ. აქაც ისევ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა იოზვაკი. მაგრამ თუ კი გუშინდელი შეხვედრის პათოს შემდეგ უკვე შეჯამებას დავეყრდნობით, არის კვლავ მოსალოდნელი ასეთი რამ, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის შანტაჟის იარაღი და ამ შანტაჟის იარაღის გამოყენება ეხლა, როდესაც არც არჩევნებია და არც რაიმე ისეთი საკვანძო მოვლენები ვითარდება ქვეყანაში, რამდენად იქნება ლოგიკური, რომ გამოიყო. ანუ მოლოდინი არის თუ არა, რომ 2027 წლის იანვარში რაიმე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ჩვენ ფაქტობრივად აი ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ეს ომი, მუდმივად გვესმის, რომ აი საქართველოს შეუჩერდება ვიზა ლიბერალიზაცია, აი მოხდება აი ამ პროცესის გადახება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საუბარად შეება და გადაწყვეტილების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება. ამაში რაში გვაქვს რაშია საქმე, რა ინტერესი აქვს იმ ერთი და იგივე მოლაპარაკე თავებს და ეს განსაკუთრებით ჩვენ ვიცით, რომ არიან ევრობიუროკრატები, ევროპარლამენტარები, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ამ თემაზე. ერთადერთი მიზანი არის, რომ ამ საერთო ღირებულების, ანუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპისთვისაც არის ეს ღირებულება, ვიზა ლიბერალიზაცია, ამ საერთო ღირებულების გამოყენებას და ინსტრუმენტიზებას ცდილობენ შანტაჟისათვის. და ეს შანტაჟი არ ამართლებს. და რა თქმა უნდა, მათ შედეგი არ აქვს, იმიტომ რომ შანტაჟი თენით ვინც ელაპარაკებოდა და ელაპარაკება ისტორიულად საქართველოს, ის ყოველთვის მარცხდებოდა საქართველოსთან და საქართველოს ყოველთვის იმარჯვებდა ნებისმიერ ესეთ ძალადზე, როგორი ძლევამოსილი და იმპერიალისტური ძალაც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოს შანტაჟი თენით ვერაფერს ვერ მოუგებს და ვერ დაამარცხებს. თუ ეს არის ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ამაზე და ამ წლების განმავლობაში ერთადერთი რაც იცვლება არის ის, რომ მათი რეიტინგები საკუთარ ქვეყანაში უახლოვდება ნულს, მათი იმიჯი და რეპუტაცია გამოსწორებელ ზიანს იძენს და თუ ეს არის მათი არჩევანი, იყოთ მათი არჩევანი და ჩვენ რა თქმა უნდა დავიცავთ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესს. კარგით, ეხლა გადავიდეთ იმ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, რომელშიც ეხლა თქვენ იმყოფებით შეერთებულ შტატებთან და ასევე ესე ვთქვათ იმ პათოსზე, რომ შეიძლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებამ რაიმე დისონანსი შეიტანოს თუ არა ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობაში. აი, ასეთი მოსაზრება მაგალითად ზაზა შათვერიშვილმა დღევანდელ წერილში გამოთქვა, რომ ბევრი რამე გაირკვევა იმ ჩასწორების მიღება არ მიღებაზე, რომლის ავტორიც არის ჯო ვილსონი და იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. იზიარებთ ამ პათოს, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მართლაც ჩინეთთან ურთიერთობა შეიძლება რაიმე სახის ერთგვარი ბარიერი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განახილებაში თუ არა? ბატონი დადასტურებელი ყოველთვის შეიცავს ძალიან საინტერესო მიგნებებს და შეხედულებებს და საინტერესო არის ჩასაკითხი მისი ანალიზი, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ნებისმიერი პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანისათვის, რაც შეეხება იმ განწყობებს, რასაც უნდა ჩვენ ახლა აქ ვართ და ვხედავთ და პირველ რიგში ვიტყვი, რომ გაეროს ფარგლებში ვიმყოფებით ჩვენ აქ მონაწილეობას ვიღებდით გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც გვიშინ დასრულდა და ეძღვნებოდა ჩესმებული საზღვრების მქონე პირთა უფლებებს. დღეს ფაქტი არის, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ის ყველა ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშე არის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. აი ახლა აქაც სადაც ვიმყოფები რომ გადახედოთ, წლიდან წლამდე იზრდება ჩინური ინვესტიციები. და აქაც დაინტერესებული არის საზღვაობრივი ხელისუფლება, რომ ჩინური ინტერესები გაძლიერდეს.
ამისი არაერთი შემთხვევა ფაქტი არსებობს, და საკმაოდ მოცულობითი არის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას მოაქვს საერთო კეთილდღეობა ყველასათვის, სტაბილურობა, რაც ყველაზე მთავარია და უსაფრთხოების უკეთწაცული გარანტიები. და როდესაც ბატონი უილსონი გამოდის და ესეთ კარიკატურულ განცხადებებს აკეთებს, ადამიანი, რომელსაც ძალიან საეჭვო რეპუტაცია აქვს თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახლა ახაც მოკითხულობა არავინ არ იცის მის შესახებ, როგორც ჩანს მარტო ქართული რადიკალური ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული მედიები არიან დაკავებული მისი ესე ვთქვათ ტირაჟირებით. თორე აქ ის ძალიან არასაინტერესო და უჩინარი პოლიტიკოსია, რომელიც თუ ვინმეს გაახსენდება მხოლოდ იმ სკანდალებით, რაც მის არამიზნობრივ ხარჯებს უკავშირდებოდა თუნდაც ბივლინებებთან დაკავშირებით და ეს საჯარო სივრცეებშიც იძებნება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ეკონომიკური პოტენციალისა და საჭიროების მიხედვით განვითარდეს. და აი ეს საჭიროება, რაც ჩვენს ეკონომიკურ სტაბილურობას გააჩნია, ხდება რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი რეგიონის ფარგლებს. და ის შუა დერეფნის განვითარებას, ოდესაც საუბრობ, საქართველოს დღეს შუა დერეფნის ცენტრია. საქართველოს გარეშე შუა დერეფნის განვითარების პროცესი ვერ იარსებებს. და სიკეთე და ბენეფიტები შუა დერეფნის განვითარებიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის, ჩინეთისთვის, ამერიკისთვის. ამიტომ ეს არის ის მიზიდულობის ცენტრი, რომელიც დღეს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. ეს არის წერტილი, მაგრამ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. აქედან გამომდინარე, ამ ცენტრის მთავარი გული არის საქართველო. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი და სწორედ ის სტაბილურობა და ის 14 წლიანი მშვიდობა, რომელიც ბიზნეს ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყნისთვის უზრუნველყავით, არის იმის გარანტია, რომ შუა დერეფნის პროექტი განვითარდება, მის განვითარებას და მდგრადობას ალტერნატივა არ გააჩნია და ეს საერთო სიკეთეს მოუტანს ძალიან ბევრ ქვეყანას და მათ შორის საქართველო იქნება გადამწყვეტი როლის შემსრულებელი ამ პროცესში. კი ბატონო, ეხლა მოდით იმ თემას შევეხოთ, რომელზედაც თქვენ უშუალოდ რა მიზნითაც იმყოფებით ეხლა შეერთებულ შტატებში, ახსენეთ კიდევაც კონფერენცია, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 19 სესია. და ამ სესიის ფარგლებში ხდება კონკრეტული ფილმის ჩვენება, რომელსაც ქვია განუსაზღვრელი შესაძლებლობები, თუ არ ვცდები ასეა, ხო? თუ ვცდები შემისწორეთ. რომელშიც ასახულია აი ძალიან ესე ვთქვათ ბრძოლის უნარიანობა, სიმტკიცე ხასიათის და ერთგვარი სიმბოლოა, ესე ვთქვათ, განაცხადია ჩვენი ქვეყნის. მე მინდა რომ ამ ფილმზე ახლა უფრო მეტი გვითხრათ. ჩვენ გქონდა სხვათა შორის წინა გადაცემაში შესაძლებლობა ბაჩო ოდიშარიასთან გვესაუბრო ამ საკითხზე და მან აღნიშნა კიდევაც რომ რატი უფრო მეც გეტყვით ამ თემაზე, იმიტომ რომ უფრო ესე ვთქვათ მისი მხრიდან უფრო კარგად იქნება ეს ყველაფერი ახსნილი. აი ამ ფილმზეც რო გვიამბოთ და შემდეგ მის წარმატებაზეც ამ კონფერენციაზე. მე ამაღლე ვიყავი, როდესაც ხედავდი, როგორი აღტაცებით უყურებდა საკმაოდ ფართო აუდიტორია ჩვენი ფილმის პრემიერას ნიუ-იორკში და მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაიმართა სწორედ იმ გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელსაც მონაწილეობას იღებდნენ ყველა კონტინენტიდან 190 ქვეყანა იღებდა. და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ამას და ოფიციალური მაღალი რანგის სტუმრების გარდა ფილმს ესწრებოდნენ ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები და აი მათი დასწრება კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო ჩემთვის და არაერთხელ გავიგეთ ისეთ შეფასება, რომ ერთი სული გვაქვს, როდის გახდება ეს ფილმი ხელმისაწვდომი საჯაროდ ყველასთვის, რომ ჩვენ შვილებს ვაყურებინოთ. და ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება და უკავშირი, რაც შეიძლება კონკრეტულ ფილმს უთხრათ. გაგვიშლეთ, მაგრამ მე არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ თქვა მადლობა პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა ქართულ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდი ქართულს მონაწილეობა პარალიმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდე სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, რომელსაც ძალიან დიდი მისია და დანიშნულება გააჩნია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამიტომ ეს არის ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეს მინდა მადლობა უთხრა ბაჩო ოდიშარიას და იმ შემოქმედების ჯგუფს, ვინც ეს ფილმი მოამზადა და ჩვენ საფეხზე გვაქვს პარალიმპიელებზე გადაღებული ძალიან საერთაშორისო დონის
ფილმი, სადაც ასახული არის არა მხოლოდ პარალიმპიელთა მოძრაობა და გამარჯვების ისტორიები, არამედ ზოგადად ის ისტორია, რაც შეშინებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვითარდებოდა ბოლო წლებებში საქართველოში, ვინაიდან ეს ფაქტობრივად ერთი მეორეს იმეორებს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც პარალიმპიური სპორტში სასამართლოებზე უფრო მეტ დროს ვატარებდით და სასამართლოებში უფრო ხშირად დავდიოდით, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. და ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის. მაგრამ სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ცვლილებები და დღეს საერთაშორისო დონეზე იცნობენ ჩვენს პარასპორტსმენებს, ანგარიშუწევენ ჩვენს პარასპორტსმენებს და ისინი არიან მსოფლიო პარალიმპიური ოჯახის ლიდერები. და მათი გამარჯვებების ისტორია მისაბაძი არის ყველასთვის. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ესეთი ფილმის შექმნა, სადაც აი ეს განცდები, ეს განწყობები არის შემოტანილი და ესე უბრალოდ უშვეულო და ძირითადად თვითონ პარასპორტსმენების მონაყოლით და მონათხრობით ძალიან ემოციური, ამაღელვებელი არის, გარდა იმისა, რომ მას მაღალი სპორტული მიღწევების სასახლოსთან ერთად გააჩნია ის დანიშნულება, რომ შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ და ვფიქრობ, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ თითოეული ჩვენთაგანის განწყობა, განცდა უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რატი იონათამიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.